გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით დიდხნიანი პაუზის შემდეგ ვეძებდი აკაუნტს, ნორმალურ აკაუნტს რა მოკლედ და ნახე ეგეთი აკაუნტი შევიძინე და მოკლედ ვეთამაშებით ლივერპულს. ცხრილი შემადგენლობა ძალიან რთული გვაქვს. არის ჩელსი, მილანი, იუვენტუსი, მანჩესტერ სიტი, ბარსელონა, ნაპოლი, ლისბონი, ვალიარეალი, ატლეტიკო მადრიდი, არსენალი და რავი მთელი შემადგენლობაა რა. ხო და ნახოთ ამ ცხრილის ტურნირში მე რამდენი ადგილს ავიღებ, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი შემადგენლობები ყავს ყველას, ასევე მეც რა თქმა უნდა. და ვეცდები რომ ამ ცხრილში პირველი ადგილი დავიკავო. არ ვიცი რა გამოვა, როგორ გამოვა, მაგრამ შევეცდები, იმიტომ რომ წინა ცხრილი ძალიან ბოლოდან დავიწყე, ეს გუნდი რო ჩავიბარე, დავიწყე სადღაც მე-9 ადგილზე იყო ეს კლუბი, ქულები იყო 25-ზე უკვე ასული, ცხრილში ყველა გუნდის თითქმის პირველი, მეორე, მესამეს გულისხმობ და მე-9 ადგილიდან ავედი მეორეზე რა, სულ რაღაც 6 თამაში დამჭირდა მაგას. 31 ქულა ავაგროვე და მანჩესტერ სიტი გავიდა პირველზე 39 ქულით. შემეძლო მანჩესტერ სიტის გაგდება, მაგრამ ვერ შეძლეს. ოპა, შანსი და ვაიმე კინაღამ გოლი, ბიჭო რა დაარტყა. მანჩესტერ სიტი თითქმის გადაუარა მთელ ცხრილს რა, მოკლედ წაგება ნაკლებად ქონდა, მეც ეგეთი რაღაცები ვიჩალიჩი. ტოპ 9-დან ტოპ 2-ს აიღებ, თან დარჩენილი რო გაქვს მინიმუმ ვიძახი 6-7 თამაში, შვენიერია ძალიან, ყოველივე ვალვერდი აურას გაისრო და მაგრამ არ მიუვიდა ბურთი და ეხლა მიუვა ვალვერდის, მაგრამ ესეთი დარტყმით არაფერი არ გამოვა ალისონთან. გიორგი მამარდაშვილის მოყვანა მინდა კლუბში, არ ვიცი დააგდებს ტრანსფერ ბაზაში, არ დააგდებს. ბელინგემი არის, რაც ძალიან მომწონს და ავაწყობ ახლა იმ შემადგენლობას ნელ-ნელა რა თქმა უნდა, რაც მე ძალიან ასე ვთქვათ მომწონს. ეს იქნება ნახევარმცველებზე რა თქმა უნდა გათვლილი აქცენტი და რა კაი პატკადი გამიგეთ, მშვენიერი ბურთი ითამაშა. ნახოთ, მოკლედ პირველი ტაიმი ჯერჯერობით არა ისეთ რთული, სანამ დაღლილები არ არიან და მე ვნახოთ მეორე ტაიმში ორივე გუნდს დაგვეღლება უეჭველი მოთამაშეები და ლამინი ამალი და კვარაცხელია მყავს ფლანგებზე, რაც ძალიან გაურთულებს ლივერპულს. საქმეს ასევე ვინისიუსი და ბაპე არა თავი ვერ აარტყა. ესე შეიძლება და არა ანგარიშიც ვერ გაიხსნა. აქტიურობაა საჭირო მოკლედ YouTube-ზე, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვიცი, დროის ფაქტორიდან გამომდინარე რა და რეკლამა როგორც ყოველთვის. ამას არა მოუჭვით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უნდა იყოს ყველაფერი ასახული ვიდეოში. ეგრეა, რა ვიცი, სულ რეკლამები და ეგეთი ბანძურ რაღაცები მივარდება ყოველი ტაიმის შემდეგ. ამ აკაუნტზე გათიშვილი არა, მაგრამ აუცილებლად გავთიშავ ახლო მომავალში, რომ რეკლამები აღარ იყოს აკაუნტზე. ცოტა დროის ჩალენჯი მჭირდება მაგისთვის და ვალვერდეზე რა კაი პასი უნდა გამეკეთებინა, მაგრამ თავი გააკეთა ვინისიუსმა მიღების ნაცვლად. ესე აქ ვინისიუსი გარბის და შეგვიძლია რომ გავაყოლოთ ბურთი მას, მაგრამ ესეთი პასით არაფერი არ გამოვა. კამავინგა შემოვიყვანოთ მოდრიჩის ნაცვლად, იმიტომ რომ მოდრიჩი ხანშია უკვე. და არ გადმოგვადგება ეგეთი ფეხბურთელები, დრიმლიგაში ეგ პლიჩონ ბაზარია. ასაკიანია. ოპა, შანსი ალისონის შეცდომას მოყვა. ბაპემაც არ დააყოვნა შვენიერი გოლი 1-0, დიდი ალბათობით 1-0-ზე დავჯერდებით. პირველი თამაშია და ცხრილთა ბალანსი გროვდება და
ოპა, ტიბო კორტუამ ძალიან კარგად გამოვიდა. იქ უშინდა გაიგო ვალვერდე მაღალი ბურთი გადაუგდო იქ. ვინ მოდის როდრი მბაპეს, არა ვინისიუსმა მბაპეს რა კაი თაური დაუტოვა. რა თქმა უნდა ისეს არ გამაზავს ეხა მბაპე. არის საკმაოდ კარგი ფორვარდი, ლამინი ამალი და კვარაცხელია შემოვიდნენ. ეხა უკვე ახალგაზრდებზეა დამოკიდებული ყველაფერი. სიმართლე რო ვთქვათ, აი კვარაზე პასი და წავიდა. აქ კვარა დაკიდებს ესეც და რა თქმა უნდა, ვერ მიიღებს. ლამინი ამალი არა ეგეთები არ გადის. რა თქმა უნდა ტაიმის მიწურულს რაღაცა იქნება ალბათ თუ ბურთი ავიღეთ. ტაიმის მიწურულსა ის რომ გუნდი ხდება პრაიმ ბარსელონა თამაშებით. ხო თქვი, ანუ თამაშის მიწურულს ხდება პრაიმ ბარსელონა. ლივერპული თუ ვინც არ უნდა იყოს. ლამინი ამალი ძალიან გაჩერდა, მაგრამ ოპა, დაიბრუნა. ჰალანდი და ლამინი ამალი. ვაიმე, ისევ ჰალანდზე დააბრუნა, ბიჭო, რატო? ალისონ მოიშორე. ჰალანდზე არ გადაცვალა, ბიჭო. არა და შეიძლებოდა იქ რომ გადაეცვალა ჰალანდზე ავტომატურად, მაგრამ სულ არაფერს ჯობს, ცხრილში ალბათ პირველზე ვიქნები. ალბათ კი არა, საერთოდ არ ვარ პირველზე, მეხუთეზე ვარ. მოდი მეორე მატჩიც ვითამაშოთ. ბერგამო არ ვიცი რა გუნდია, მაგრამ 1-0 შედეგისთვის მეხუთე ადგილი თუ მეოთხე მშვენიერია. ინტერის მილანის ფორმა აქვს. ალბათ ინტერის მილანის უნდა იყოს, მაგრამ არ აწერია იმილანი. ამიტომ აქ შეიძლება ვალვერდემ რაღაცები მოიფიქროს, ნახოთ იქ კარგად ხედავთ, ვინზე გარბის და ეს ბურთი მასთან აუცილებლად უნდა მისულიყო. მაგრამ არ მივიდა, ეხა მივა ეს მოდრიჩი აქ, არა. შვენივრად თამაშობენ დაცვას. რა ხდება? ჩარბენამიდის შვენიერი, მბაპე და როდრიზე არ გავიდა, ედერ მილიტაო, მოდრიჩი. არა, მოდრიჩს ვერ დაარტყანო იქ შემადგენლობაზე გადახალისება მჭირდება, იმიტომ რომ არ არიან დასვენებული ბიჭები, ძალიან დაიღალნენ და არ გამოვა ეგეთი თამაში, მეორე ტაიმამდე თუ გაგაჩაკილია მბაპე მშვენიერი. თქმა თავისი სისწრაფით. აქ ესეთი პასი როდრიზე უკან დააბრუნებს, კარვახალა მოაწოდა, მაგრამ ბელინგემი არის საკმაოდ კარგი ფეხბურთელი. ფლანგებისთვის ვიზახი. არც ჩამოვარდება ვალვერდი. გავათამაშოთ, თორე ვერ შევდივართ, ყველა დაცვაში ჩაჯდა ბრატა. ვერანაირად ვერ შევალთ იქ. ვერც ფლანგებიდან ორი. ერთ კაც მიცე მეორე საყავს. შვენივრად თამაშობენ დაცვას თითეული გუნდის წარმომადგენლები. კაი, აქ რა ვქნათ, უკვე ფლანგებზე თავისუფლება გვაქვს, შეგვიძლია მივცეთ. ჩატეხა დარტყმა არის. ვინისიუსმა გაიდანა შვენიერი გოლი კიდე კაიქ. არ დაჯარიმდა და ტრამვა არ მიიღო. კაი გაჩერება იყო და კაი გიც დაარტყმა ძალიან. როდრიგო ძალიან კაი ფეხბურთელია, მაგრამ არ მომწონს ის თავის პოზიციაზე. რა მოხდა, ვერ გეტყვით. ოპა, ვალვერდი და როდრი. კარგია. ვაიმე, მბაპეში რა გითხარი? ეს ვინაა? უკან დავაბრუნეთ. ეგეთი პასებით შორს ვერ წავალთ. პირველ ტაიმი 1-0 და კიდე რეკლამა, ბიჭო, ანუ
ფიტანჯებით ამ რეკლამებით, მაგრამ არა უშავს. იყოს ჯანდაბას ამ რეკლამას რამდენიმე დავიტან ის 2-3 წამით იყოს. კაი, უცებ ახლა შემადგენლობაში სანტოსი მოდრიჩის ნაცვლად შემოვაგდოთ. აქეთ კვარაცხელია დადგება, აქეთ ლამინი ამალი. და 3 იყოს, მოდი ისაკი შემოვიყვანოთ. შვენიერი ფორვარდი და მცველში რუდიგერი დავსვათ მილიტაოს ნაცვლად. всё, ნახევარ დაცვა, თავდასხმა, დაცვა გაძლიერებულია. ნუ რუდიგერით. რუდიგერი კარგი ფეხბურთელია, კვარა. ხვიჩა, არა, ხვიჩას არ გამოვიდა ეგეთი სირბილი, არც სწრაფია საკმაოდ. არც ნელი. შვენიერი. კარგია. აჰა, ართ მევაზეც კარგია. კარგიც რომ მოძრაობა იყო ხვიჩასგან. ესეთი ზდეუნით არ ვიცი, აბა ლამინი ამალი. შვენიერი ბიჭი. და მარცხენა, ვიკ პასი გამეკეთებია, ბიჭო არ გამომივიდა, ნუ აღარ შევხედე ჩარბენას. ამიტომ იყოს ის რაც მოხდა რა. იან ზომერი თუ დგას კარში, значит ეს გამოდის რომ მილანია. ეს მილანი ოღონდ. კაი, ალაბა მშვენიერი ხარ. აქ ისაკი კვარაცხელიას მიცემს, მაგრამ არ გავაესპასია თქმა უნდა. და კვარა იბრძოლებს ბურთისთვის, მაგრამ ეგეთი ბრძოლა რავი, ბელინგემაც ვერ ჩაჭრა. რუდიგერი მინამკოლელია. და ჯარიმა. რუდიგერი და თავისი ჯარიმები. ვა, მაგარი გადაუჭით. კაი გათამაშება მოაწყეს. კარგია. კვარას ფლანგი წავედით. შვენიერი 2-0. შვენიერი ასისტი მიიზარა ხვიჩა კვარაცხელია ბელინგემთან. ჯუდ ბელინგემი, ოპა, მორჩა თამაში. 2-0, ნუ პირველ ტაიმი 1 და მეორე ტაიმშიც 1 გოლი. ნუ მშვენიერი მატჩი იყო, თუ არ ჩატვირთ იმას, რომ ძალიან დაცვას მითამაშებოდნენ 5 კაცით, ბიჭო. ნუ თითქმის მთლიანი გუნდი დაცვაში იყო. კარგით ვართ მე-3 ადგილზე, მეორე ზიტაში და ატლეტიკოს სააღოლწლო 2 მოგებით მოდის. ნუ აჰა, ინტერის მილანი ესაა, ძმაო, მე-3 ადგილოსანი და ბარსელონა. ნუ ატლეტიკოს როცა შევხვდებით, ჯერ რეალ მადრიდი გვაქვს თამაშო და მე ჩელსი. მოკლედ მეგობრებო, შემდეგი ვიდეო დაიდება ძალიან მალე უმალვე. როგორც კი აბა 20 ლაიქზე უმალვე დაიდება ახალი ვიდეო შემდეგი თამაშების. მადლობა ვინც მოყურეთ ბოლომდე და დალაიქით და კომენტარით ამ ვიდეოს ხვევით.